საქართველოს 2026 წლის იანვარ-მარტში 10.541.400 დოლარის ღირებულების 1981 ტონა ხაჭო და ყველი შეიძინა. შედარებისთვის 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის ღირებულება 8.700.000 დოლარს, ხოლო მოცულობა 1673 ტონას შეადგენდა. მონაცემების მიხედვით წლიურ ჭრილში ზრდა ფიქსირდება როგორც ღირებულების კუთხით, ასევე რაოდენობრივი ზრდა. რაც შეეხება ექსპორტ სტატისტიკის მიხედვით 2026 წლის პირველ კვარტალში ყველისა და ხაჭოს საერთაშორისო ბაზარზე რეალიზაცია შემცირებულია. იანვარ-მარტში ექსპორტმა 236.500 დოლარი შეადგინა, რაც 22 ტონა პროდუქტის რეალიზაციას გულისხმობს. შედარებისთვის 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის ღირებულება 287.800 დოლარს, ხოლო მოცულობა 34 ტონას აღწევდა. ეკომეგობრული სათამაშოების მწარმოებლებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საცალო ქსელებში შემცირებული წვდომა და გაყიდვების ვარდნა რჩება. ხის სათამაშოების მწარმოებლის კოდალას დამფუძნებლის კოტეს ვანაძის განცხადებით, ბოლო წლებში საცალო ქსელში გაყიდვები 70-80% შემცირდა, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს ბიზნეს მოდელის გადახედვას აიძულებს. სვანაძემ BMG TV-ს გადაცემაში ქალების ნარატივში განაცხადა, რომ მსხვილმა ქსელებმა ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შემცირეს, რის გამოც კომპანიები მომხმარებელთა პირდაპირ არხებზე, მათ შორის სოციალურ ქსელებსა და ციფრულ პლატფორმებზე გადავიდნენ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ ერთ მსხვილ პარტნიორთან თანამშრომლობს, დანარჩენ ქსელებთან კი პროდუქციის განთავსება პრობლემურია, რაც მისი შეფასებით ბოლო წლებში კიდევ უფრო გართულდა. სვანაძე ამბობს, რომ სექტორში არსებული გამოწვევების მიუხედავად, კომპანიებს განვითარებაზე უარის თქმის უფლება არ აქვთ. მისივე თქმით, საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების მიმართულებით ინტერესი იზრდება და ახალი კომპანიებიც ჩნდება, თუმცა ეს ტენდენცია ჯერ საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ბაზარზე საერთო ფონი მნიშვნელოვნად შეიცვალოს. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით წელს პირველ კვარტალში სადაზღვევო სექტორი 15%-ით გაიზარდა. სადაზღვევო კომპანია არდის გენერალური დირექტორი ამ ზრდას დაზღვევის ახალი სავალდებულო პროდუქტის შემოღებით ხსნის. როგორც ცნობილია, 2026 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა უცხოელი ტურისტების დაზღვევა, რაც მიხეილ ჯაფარიძის შეფასებით მთლიანად სექტორის დაახლოებით 40 მილიონი ლარით მეტი შემოსავლების მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს. მეორე წელია სადაზღვევო სექტორის შემოსავლები 1 მილიარდიან ზღვარს გადასცდა. 2025 წლის შედეგებით კი ინდუსტრიამ 1 მილიარდ 400 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა. წელს პირველ კვარტალში საქართველოდან 17.300 დოლარის ღირებულების 400 კილოგრამი ადგილობრივი წარმოების თაფლი გავიდა. თაფლის საექსპორტო საშუალო ფასი 43 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 12 დოლარამდე იყო. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, წელს ქართული თაფლის მთავარი ექსპორტიორი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, სადაც იანვარ-მარტში 11.400 დოლარის 200 კილოგრამი თაფლი გავიდა. მეორე ადგილზეა ჰონგ-კონგი 5.800 დოლარის 100 კილოგრამი თაფლით. რუსეთში კი ექსპორტი მინიმალური იყო და 100 დოლარის პროდუქტი გაიყიდა. ლევანდელი ექსპორტის თითქმის სრული მოცულობა კომპანია ფელზე მოდის, რომელმაც ექსპორტზე ჯარას თაფლი გაიტანა. ფელის თანადამფუძნებლისა და დირექტორის მარია მორჩაძის თქმით, თაფლის საშუალო საექსპორტო ფასის ასეთი ზრდა იმან განაპირობა, რომ მათ ექსპორტზე მაღალი ხარისხის ჯარას თაფლი გაიტანეს. მარია მორჩაძემ ექსპორტთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული თაფლისთვის არ არის მარტივი ექსპორტზე გასვლა, არც ევროკავშირის ქვეყნებში და არც აზიის ქვეყნებში, ვინაიდან ბევრ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მათ შორის ლაბორატორიულად დადასტურებულ ცნობისთვის კომპანია და ფელი ბრიტანეთში ექსპორტზე გასვლას გეგმავს.